მოგესალმებით. სამოქალაქო ქცევის მნიშვნელობა ცალსახაა, ბუნებრივია, რომელსაც უნდა ამყარებდეს ერთგვარი საერთო კულტურა და უნდა ერთიანდებოდეს საერთო ღირებულებათა ფაბულაში. მნიშვნელოვან თემაზე ვიწყებთ დღეს საუბარს, გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამარ ჯიბლაძე. ქალბატონი თამარ, მადლობა რომ მოგწანდით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით თემით და მომწვეთ სტუმრად. Პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ ზოგადი შეფასებით, როგორია სამოქალაქო განათლების არსი დღეს ჩვენს ქვეყანაში. სამოქალაქო განათლება ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საგანი, ვინაიდან და რადგანაც ამ საგნის დამსახურებით ჩვენ ვზრდით აქტიურ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, ტოლერანტულ ადამიანებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ვაშენოთ დემოკრატია ჩვენ სახელმწიფოში. საგანთან დაკავშირებით რომ მოგახსენოთ, ოფიციალურად 2006 წლიდან ისწავლება სამოქალაქო განათლება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, უკვე 2011 წლიდან აქტიურად ისწავლება და ბარდება ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლება. რაც შეეხება აბიტურიენტების დაინტერესება სამოქალაქო განათლების მიმართულებით სამწუხაროდ არც თუ ისე მაღალია, ვინაიდან და რადგანაც მაგალითად 2023-2025 წლებში 3000 აბიტურიენტიც კი არაბერებდა სამოქალაქო განათლებას, თუმცა გაკვეთილების მიმართულებით მათი დაინტერესება ძალიან მაღალია, ძალიან მოსწონთ ხოლმე სამოქალაქო განათლების არსი, მოსწონთ ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება საგაკვეთილო პროცესში. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ სამოქალაქო განათლება არ არის მხოლოდ თეორიული მასალის სწავლება გაკვეთილზე, ხო? ჩვენ საგაკვეთილო პროცესებში ვიყენებთ კონსტრუქცივისტულ საგანმანათლებლო მეთოდებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პედაგოგები სამოქალაქო განათლებას ვასწავლით არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ვცდილობთ მოსწავლეებს შევთავაზოთ პრაქტიკული გამოცდილების მიმცემი სხვადასხვა აქტივობები, როგორებიც გახლავთ დებატები, რომელიც ავითარებს კრიტიკული ანალიტიკური აზროვნების უნარს, ასევე იმ ტიპის არაფორმალური განათლება შევთავაზოთ მოსწავლეებს, რომელიც მათში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობას გაზრდის. შემიძლია მოვიყვანო მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც გახლავთ ბათუმის ახალგაზრდა ელჩი, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ გამოიკლიონ მოქალაქეთა პრობლემები, თითოეული მოსწავლე ჩართული იყოს ამ პრობლემების ადვოკატირების კუთხით, მიიტანოს ხელისუფლებამდე ეს პრობლემები და იბრძოლონ ამ პრობლემების მოგვარების მიმართულებით. რამდენად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და ყოველდღიურ გამოწვევებს ის პროგრამა, რომლითაც ხელმძღვანელობთ? თქვენ ირიბად ახსენეთ, რომ ეს არა მხოლოდ თეორიული გამოცდილებაა, თუმცა თუ პრაქტიკულს ჩავშლით, პრაქტიკულ ნაწილს საინტერესოა, რა მოდელით და რა ფორმით ხელმძღვანელობთ? ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს ის ნაწილი სამოქალაქო განათლება ზოგადად განსხვავდება სხვა საგნებისაგან იმ კუთხით რომ ჩვენ რამდენიმე წელია უკვე დავამატეთ ასევე პროექტული ნაწილი. არსებობს ასეთ დამატებითი საგანი სამოქალაქო განათლება პროექტის მიმართულებით თითოეულ მოსწავლეს ვაძლევთ უფლებას რომ გამოიკლიონ ისე თუ ის საჭიროებები მოქალაქეებში რა საჭიროებებიც არის, თვითონ სკოლაში რა საჭიროებებიც არის და თვითონ დაორგანიზონ პროექტები ამ საჭიროებების მოგვარების კუთხით. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც საჭიროებებს პასუხებს, არის კვლევების უნარების განვითარება მოსწავლეებში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ემპათიური უნარების განვითარება. ამას ვახერხებთ საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობით. თუმცა აბიტურიენტების სიმწირე ახსენეთ, პროფესიული არჩევანი ამ ნაწილში არის დაბალი. რას უკავშირებთ თუ კი ამდენად ჩართულია მოსწავლეები ამ პროცესში და მათთვის ეს საინტერესოა როგორც გამოცდილება? რატომ არ არის მოთხოვნა ამ მიმართულებაზე როგორც საგანზე უკვე სამომავლოდ საინტერესოა? თუ ნახავთ ჩვენ პროგრამებს, რომ პროგრამებზეც სურთ მოსწავლეებს ჩარიცხვა, იქ ნახავთ ისტორიით უფრო მეტი შანსი არის და მეტი ადგილი არის გამოყოფილი აბიტურიენტი მოხდეს იმ კონკრეტულ პროგრამაზე. სისტემურად ასე არის უნივერსიტეტები თვითონ ასე განსაზღვრავენ, რომ თუ კი მაგალითად სამართლის მიმართულებით სურს აბიტურიენტმა ჩააბაროს და გახდეს სტუდენტი, ან პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით უმეტესი ადგილი მაინც ისტორიის ჩაბარების შემთხვევაში
არის ვაკანტური ადგილები, შესაბამისად აბიტურიენტები რა თქმა უნდა ცდილობენ ძირითად საგანში ჩაწერონ ისტორია, რაც შეეხება დამატებით საგანში, შემდეგ მოიაზრებენ სამოქალაქო განათლებას. აქვე დავძენ იმას, რომ სამოქალაქო განათლებას უთმობენ ძალიან ნაკლებ დროს. თუ კი ისტორიაში 2 წელს ხარჯავენ იმისთვის, რომ მოემზადონ, ან 1 წელს მაინც გამოყოფენ ხოლმე, სამოქალაქო განათლებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 6 ან 3 თვე რჩებათ მათ, რომ იმეცადინონ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ხარვეზე არის, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს მოთხოვნა სამოქალაქო განათლების ჩაბარების მიმართულებით, შესაბამისად მოსწავლეები მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ ამ კუთხით მათი ცნობიერება გაზარდონ და უფრო აქტიურად ჩაერთონ სწავლების პროცესში. აქვე მინდა მოგახსენოთ ის ფაქტი, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო განათლებას, როდესაც საუბრობთ, ჩვენ დავაკვირდოთ უცხოურ მოდელებს, ხო? უცხოურ მოდელებს მაგალითად გერმანიაში, ნიდერლანდებში, კანადაში, ამერიკაში სამოქალაქო განათლებას, როდესაც სწავლობენ, სხვადასხვა სახელი ქვია, რა თქმა უნდა, ამ საგანს, ხო? პოლიტიკის მეცნიერება ქვია გერმანიაში. როდესაც ან ამერიკაში, ან გერმანიაში მოსწავლე სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში სხვადასხვა პროექტებს დაორგანიზებენ, ჩართული იქნებიან ამ პროექტების დაორგანიზებაში, ეს აისახება მათ შეფასებაზე. მათ უკვე კრედიტების სახით უგროვდებათ და სემესტრის ბოლოს ეს კრედიტები ეხმარება გაიუმჯობესონ თავიანთი შეფასება. ბუნებრივია საგნის პოპულარიზაციასაც ალბათ ხელს უწყობს აღნიშნული გარემოება. რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება მოსწავლეს, რომ უფრო აქტიური იყოს, უფრო მეტად აიღოს პასუხისმგებლობა, დააორგანიზოს სხვადასხვა ტიპის პროექტი და შესაბამისად სამოქალაქო აქტივიზმსაც ახალისებს და ასევე რა თქმა უნდა მოსწავლეების ცნობიერებას. კაპიტანი თამარ, ძალიან საინტერესოა რით ფასდება აღნიშნული საგანი. ქცევით და იმ მოდელით, რომლისკენაც მიყვავს ახალი თაობა სასურველ ფორმამდე, სახეცვლილებამდე, თუ უბრალოდ ტიპიური ქულებით, რომელიც ამ შემთხვევაში ამ საგანთან მიმართებაში ჩემთვის ოდნავ ბანალურია. კი ბატონო. რაც შეეხება საგან სამოქალაქო განათლება, ეს ჩვეულებრივ ქულებრივი შეფასების სისტემით არის, მაგრამ პროექტის სამოქალაქო განათლებაში აქ უკვე განმავითარებელი შეფასება. სემესტრის განმავლობაში მოსწავლე ასრულებს პროექტს, ახორციელებს მისთვის საინტერესო პროექტს, სემესტრის ბოლოს კი მოსწავლე უბრალოდ განმავითარებელ შეფასებას აძლევს მოსწავლეს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ გამოცდილებას, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ კი განათლების სამინისტრო დაინტერესდება იმ კუთხით, რომ მოსწავლეები წაახალისოს, აი ქულების მიმართულებით შეიძლება ქულებრივ შეფასებაც ქონდეს, ან კრედიტების სახით დააგროვონ, რაც სემესტრის ბოლოს აუმაღლებს მოსწავლეს შეფასებას, იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაორგანიზებენ პროექტს, ან ჩაერთვებიან სამოქალაქო აქტივიზმში, ან პასუხისმგებლობას აიღებენ და დაორგანიზებენ საქველმოქმედო ღონისძიებას, ჩვენ თუ მსგავსი ტიპის აქტივობებს წავახალისებთ, ჩვენ გვეყოლება არა პასიური, არამედ გაცილებით აქტიური და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები. დიახ, ძალიან მარტივად რომ განვუმარტოთ საზოგადოებას, რას ვასწავლეთ ახალ თაობას. გარდა ტოლერანტულობის არის უამრავი ჩამონათვალი, რაც თანამედროვე ინდივიდს უნდა ჰქონდეს როგორც საბაზისო ერთგვარი ხურჯინი გამოცდილების, მათ შორის არის სანაცხოვრების კულტურა, სხვადასხვა ეთნიკური თუ სხვადასხვა რელიგიური მიმღებლობის კომპონენტები. ჩავშალოთ, რას ვაწვდით და როგორი ფორმით ვაწვდით ახალ თაობას. სამოქალაქო განათლების თემა არის მრავალფეროვანი. დაწყებული ალბათ უსაფრთხოებიდან და ასრულებული თანაცხოვრებამდე. კი ბატონო. აი უსაფრთხოებას რომ შევეხოთ, მოგვიხსენება ყოველწლიურად უმჯობესდება, ვითარდება ტექნიკა და ტექნიკის გაუმჯობესებასთან ერთად ასევე საფრთხეები იზრდება არასრულწლოვნების მიმართ, მაგალითად ის, რომ ისინი ხშირად აწყდებიან არასწორ ყალბ ინფორმაციებს და მათ სამწუხაროდ არა აქვთ ისე განვითარებული მედიაწიგნერების უნარები, რაც მათ დაეხმარებათ გამიჯნონ ყალბი ინფორმაცია რეალური ინფორმაციისაგან. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება თეორიულ მასალაში უფრო მეტი დრო დაეთმოს ამ მიმართულებით, რომ მოსწავლემ ამოიცნოს რომელი არის ყალბი ინფორმაცია, რომელი არის რეალური ინფორმაცია. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის კიბერბულინგის მიმართ მეტი ცნობიერება მოსწავლეებში. ჩვენ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კიბერბულინგს ვაწყდებით ყოველდღიურად, რაც აზიანებს მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად, ამ მიმართულებით პროგრამაში უფრო მეტი ცვლილება თუ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს. საკმარისია საათობრივად ამ საგანთან დამოკიდებულება ახალგაზრდის იმისთვის, რომ ევროპული ღირებულებების და დემოკრატიული პრინციპების საზოგადოება მივიღოთ მომავალში. თქვენ ახსენეთ დემოკრატია. ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი კაცობრიობის და ძალიან საინტერესოა თქვენი საგანი
უწყობს თუ არა ხელს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ თუ არა უკანასკნელი შეუძლებელია მივიღოთ ჯანსაღი საზოგადოება. კრიტიკულ აზროვნებაზე როცა ვსაუბრობთ, სამწუხარო კვლევა მინდა მოგახსენოთ, პიზას კვლევის თანახმად ბოლო მონაცემებით ჩვენ ვიცით, რომ 91 ქვეყნიდან 77 ადგილს ვიკავებთ წაკითხulis გააზრების კუთხით. ეს ხატობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემა გახლავთ კრიტიკული ანალიტიკური აზროვნების მიმართულებით, ტექსტის წაკითხulis გააზრების მიმართულებით, შესაბამისად, როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ასევე მხოლოდ სამოქალაქო განათლება ვერ შეძლებს მოსწავლეში განავითაროს კრიტიკული ანალიტიკური აზროვნების უნარი, მაგრამ თუ არ იქნება მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს განსაკუთრებული როლი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აქ რამდენიმე ფაქტი, ორივე მხრიდან უნდა მივაწოდოთ ფაქტი და მოსწავლეს უნდა მივცეთ შესაძლებლობა საკითხს შეხედოს კრიტიკულად. ამისთვის არსებობს წიგნში არსებული მასალები, ტექსტები და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები, რითიც მოსწავლემ უნდა განავითაროს კრიტიკული ანალიტიკური აზროვნების უნარი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ მოსწავლემ განავითაროს კრიტიკული ანალიტიკური აზროვნების უნარი, აუცილებელია, რომ მოსწავლეებს არაფორმალური განათლების კუთხით მეტი შესაძლებლობა მივცეთ სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. მაგალითად, ხშირად დავაორგანიზოთ დებატები, ჩემპიონატი, ხშირად დავაორგანიზოთ როლური სიმულაციური თამაშები. აი, მაგალითად, ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ სასამართლო სიმულაცია, ნაფიც საჯულთა ინსტიტუტის სიმულაცია, რაც ეხმარება მოსწავლეებს მეტად კრიტიკულები იყვნენ ამ თუ იმ მოცემულობის მიმართ, დებატები, რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება მათ როის მენეჯმენტის მიმართულებით, საჯარო გამოსვლის მიმართულებით, კრიტიკული ანალიტიკური უნარების გაუმჯობესების მიმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობ, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს, თუ გაძლიერდება არაფორმალური განათლება ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ძალიან საინტერესო თემაა, ბუნებრივია და საკმაოდ კომპლექსურიც. რა არის ზოგადად კარგი მოქალაქე? ეს არის ერთგვარი კრებითობა, ღირებულებათა და საყოველთაო გაცხადებულ ნორმათა ერთობლიობა. საბოლოო ჯამში ვიღებთ საინტერესო და სტაბილურ მოქალაქეს. მაგრამ გვჭირდება მოდელი, ბუნებრივია, ტომური მოწყობის ვართ და შესაბამისად ყოველთვის ჩვენი მოდელი გამომდინარეობს იმ ვიწრო წრიდან, რომელშიც მოღვაწეობთ. რა როლი აქვს პედაგოგს ამ პროცესებში და რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგის, სწორი პედაგოგის არსებობა იმისთვის, რომ სწორი მოქალაქე მივიღოთ სამომავლოდ? ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ცენტრალური ადგილი უკავია პედაგოგს ახალგაზრდის აღზრდის პროცესში. როდესაც პირველად შევედგე საკლასო ოთახში ფეხი, მოსწავლეები განცვიფრებული მიყურებდნენ არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული ვიყავი გარეგნობით ან ასე შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ მათ მივმართავდი როგორც თანატოლს დიდი პატივისცემით, მათ ისე ვუყურებდი როგორც თანასწორ ადამიანს და ვაძლევდი შესაძლებლობას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამოეთქვათ კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეები, როდესაც ხედავენ, რომ მასწავლებელი არის ძალიან ემპათიური, მოსწავლე, როდესაც ხედავს, მასწავლებელი არის სამართლიანი, მოსწავლე, როდესაც ხედავს, რომ მასწავლებელი არის განათლებული და პლუს ამას არ ჩერდება ეს მუდმივადი ბრძვის, რომ განივითაროს მისი ცოდნა და უნარები. მოსწავლე, რომელიც ხედავს, რომ მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც არც დროს ზოგავს და არც ენერგიას მოხალისეობრივი საქმიანობით სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს, ასევე თავის ქვეყანა განავითაროს, ასეთ მოსწავლეს ნამდვილად უჩნდება სურვილი, რომ გააკეთოს უკეთესი, კონდეს ძალიან კარგი მაგალითი და იყოს უკეთესი მოქალაქე. შესაბამისად, მასწავლებელს ძალიან დიდი როლი აქვს მოსწავლის ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა ალბათ მხოლოდ პედაგოგები და მხოლოდ სკოლა ვერ იქნება ლოკომოტივი, ამ შემთხვევაში აუცილებელია ვისაუბროთ მშობლების და ოჯახის ჩართულობაზე და მზაობაზე იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო საინტერესო სოციუმით დაკომპლექტებული. როგორია მშობლების აქტიური მხარდაჭერა ამ ნაწილში, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ნებისმიერ საგანზე მეტად მნიშვნელოვანია სამოქალაქო კულტურა და სამოქალაქო ქცევის კოდექსი, ერთგვარი დაუწერელი ფორმები, რომელიც წლებთან ერთად მოყვება ეთნოს თუ სხვადასხვა კულტურულ მემკვიდრეობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ოჯახის როლი, მშობლის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში და მსოფლმხედველობის ფორმირების პროცესში. იმიტომ რომ დღის უდიდეს ნაწილს, რა თქმა უნდა, ატარებს ოჯახში, ასევე ცხოვრების უდიდეს ნაწილს. შესაბამისად, თუ მასწავლებელი არ არის მხოლოდ განმაპირობებელი, თუ მშობელი არ იქნება კარგი ქცევის, აქტიური მოქალაქის მოდელი, მოსწავლეს ნამდვილად ვერ ვაიძულებთ და ვერ მოვთხოვთ, რომ იყოს აქტიური მოქალაქე. მე ძალიან კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვანო
მოვიყვანოთ, როდესაც არაფორმალური განათლებით სხვადასხვა აქტივობას ვაორგანიზებდით ხოლმე, ერთ ჩვენიერ დღეს ჩემი მოსწავლე და თავისი მშობელი მოვიდა და მთხოვა ვიქნებოდი თუ არა მათი დამხმარე ერთ-ერთი პროექტის განხორციელებაში. ჩემთვის იყო აღმაფრთოვანებელი და მადლობა მინდა გადაუხადო მოსწავლეს და მშობელს იმისთვის, რომ აიღეს პასუხისმგებლობა, იმისთვის, რომ გამოთქვეს სურვილი სკოლის საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო პროგრამა, პროექტი შეეთავაზებინათ და ამ ყველაფერში მშობელი იყო ძალიან აქტიურად და მკაფიოდ ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ალბათ ერთეული შემთხვევები ვერ დადეს იმ შედეგს, რომელიც არის სასურველი, რამდენად აქტიური და რამდენად გუნდურია ეს პროცესები, როგორც აღნიშნა, ერთეული შემთხვევები არ იქნება ალბათ მხოლოდ კეთილსაიმედო მომავლის გარანტია, რამდენად აქტიურად არის შემოსული ამ ცხოვრებაში მშობლების მხარდაჭერა. სამწუხაროდ ნაკლებად აქტიურად. აი მაგალითად ერთ-ერთი პროექტი შემიძლია მოგახსენდოთ. ეს გახლავთ საქველმოქმედო ღონისძიება. თავდაპირველად ცოტათი სკეპტიკური იყო მოსწავლეთა განწყობა, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ, როგორ შეეძლოთ თვითონ თავიანთი საქმიანობის ფარგლებში შემოსავალი მიიღოთ და დახმარებოდნენ სხვა ადამიანებს. აი ამ კუთხით მშობლები კიდევ უფრო თუ გააქტიურდებიან და იმუშავებენ თავიანთ შვილებთან რწმენის ჩანერგვის მიმართულებით, საერთოდ ფინანსურად რომ არ დაუჭიროს მხარი მაგ მიმართულებით, ძალიან მარტივი რაღაცის გაკეთება შეიძლება ის, რომ მშობელმა დაარწმუნოს თავისი შვილი, რომ მას შეუძლია. კაპიტანი თამა, რატომ swam ამ შეკითხვას? მეჩვენება, რომ სამოქალაქო კულტურა და მოქალაქეობრივი აღზრდა თითქოს არ არის პრიორიტეტი თანამედროვე მშობლის. ხომ არ არის თქვენს პრაქტიკაში ამ სიტყვის ან უარყოფის ან დადასტურების შესაძლებლობა? ჩემ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რომ ჩემ მოსწავლეების მშობლები მსგავსად უყურებენ ამ საკითხს, პირიქით მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხარი დაუჭირონ ჩემს თითოეულ ინიციატივას, ვგრძნობ მათ დიდ მადლიერებას თითოეული აქტივობისა და პროექტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრობ მე სხვა მშობლების და სხვა სკოლის პედაგოგების სახელით, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ თითოეული აქტივობების კუთხით მოსწავლეებთან ერთად მშობლები ძალიან აქტიურად ცდილობენ ჩაერთონ პროცესებში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და დაორგანიზების კუთხით, მაგრამ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის განხორციელდეს პროექტები, რითიც ჩვენ სკოლა და მშობლები დაუკავშირდებით ერთმანეთს. ევროსაბჭოს აქვს სასწავლებლო ძალიან კარგი პროექტი, დემოკრატია იწყება სკოლებში, აქ უკვე სამერგოლი ვართ, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ერთობლივად ვაორგანიზებთ. დიახ, ნამდვილად. უკვე მეორე წელია რაც ამ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ სამივე რგოლი ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართული ამა თუ იმ პროექტის დაორგანიზების კუთხით. შეიძლება, იმიტომ არის ჩემთან პოზიტიური მიმართულება, რომ მე თვითონაც ყოველთვის ძალიან ვცდილობ მშობელთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდეს, მუდმივი კონტაქტი მქონდეს. რამე თუ საინტერესო პროექტი და პროგრამა არსებობს, ვცდილობ რომ ჩემს მოსწავლეებს შევთავაზო. შესაბამისად ვფიქრობ, ამიტომაც მაქვს მუდმივად მშობლების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და მადლიერება ამ ნაწილში. ზოგადად განათლების სისტემა არის სისტემის ნაწილი, ბუნებრივია და ვინ თუ არა სისტემა უნდა ზრუნავდეს, რომ ყავდეს პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე. პასუხისმგებლობის კომპონენტის გაძლიერებას უწყობს თუ არა ხელს დღევანდელი განათლების სისტემა. სხვადასხვა რეგიონებში, როდესაც მიწევს გადაადგილება, ხშირად უკვირთ ხოლმე, რამდენად ესეთი აქტიური პროექტები გაქვთ თქვენ სკოლაში, როგორ გვიხარია, რომ ესე ხართ ჩართული. საჯარო სკოლაზეა საუბარი. საჯარო სკოლაზე არის საუბარი ნამდვილად და მე მაინც ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება საჭიროებს რეგიონებში. მარტივად რომ ავიღოთ, აჭარის რეგიონშიც მეტი აქტივობა არის საჭირო იმისათვის, რომ გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდები გავზარდოთ, რეგიონებში და დედაქალაქში არ უნდა იყოს ასეთი სხვაობა. შარშან ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოხატულია კაპიტანი თამარ, იმიტომ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ ამავე სტუდიიდან, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის განსხვავებული რაიონულ ცენტრსა და რაიონებს შორის. მაგრამ არსებობს სტუმრების კატეგორია ჩვენივე ფორმატში, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ასე არ გახლავთ, მით უმეტეს თუ როდესაც განათლებაზეა საუბარი. თუმცა მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენ შეხედულებას, მე მქონდა შემხებლობა ამ ნაწილთან და მაქვს დღემდე და ვიცი, რომ მკვეთრია განსხვავება. მიხარია, რომ თქვენ ამას ადასტურებთ ღიად.
ნამდვილად მკვეთრია განსხვავება და გამოცდილებიდან გეტყვით, რომ რამდენიმე პროექტი ვერ განვახორციელე მე ბათუმში მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები არ გვყავდა. თბილისში ასეთი პროექტი მქონდა ქალები მშვიდობა უსაფრთხოება, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ ქალების როლი გამიზარდა უსაფრთხოების სფეროში და გაცილებით მეტი ქალი გვეხილა თავდაცვის მიმართულებით, მაგრამ როდესაც გადავწყვიტე აჭარაში განახორციელებია მსგავსი პროექტი, სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინე ამ დარგის ექსპერტები, რამაც შემოფერხა, რომ ჩამიტარებინა ეს აქტივობა საკლასო ოთახებში თუ კლასების გარეთ. ძალიან ბევრი პროექტი არის. აი მაგალითად, მქონდა სურვილი, კულტურული მრავალფეროვნება მქონდა გაკვეთილად და წინა წლებში კი მყავდა სტუმარი, რომელიც გახლდათ ბელგიიდან სტაჟიორი და საფრანგეთიდან სტაჟიორი საქართველოში მყავდა მოწვეული კლასებში შევიყვანე, რომლებაც ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თავიანთი ქვეყნის კულტურის შესახებ და ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ წელს იგივე სურვილი მქონდა, რომ ჩემს მოსწავლეებს ეხილათ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის კულტურა უშუალოდ ამ ქვეყნის მოქალაქისგან, მაგრამ აქაც უკვე რესურსი იყო ხელმიუწვდომელი, ვერ მოვახერხე ადამიანის მოძიება, ჩართვა და ჩართვა, რათა შემიყვანა კლასში და საკლასო სივრცე ყოფილიყო მეტად აქტიური. ეხლა ოდნავ სხვაგვარად შემოვატრიალოთ თემა, რომელიც უკვე ჟღერდა, მაგრამ სხვა რაკურსით გავშალოთ. რამდენად აქტიურ დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდილ მოქალაქებს უშვებს სკოლა, მას შემდეგ, რაც გაიხურავს კარს. ძალიან საინტერესოა ეს საგნები რჩება უბრალოდ საგნებისთვის, თუ რეალურად ვიღებთ განსხვავებულ საზოგადოებას, იმიტომ რომ როგორც არასდროს დღეს არის მნიშვნელოვანი გარდატეხა როგორც მენტალური, ასევე ღირებულებების ჭრილში და მე მგონია, რომ ყველაზე მკაფიობმა თქვენ საგანთან აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით, მინდა გითხრათ და მადლობა ამ კითხვისთვის. რთულია პასუხის გაცემა, იმიტომ რომ რთული სიტუაცია გვაქვს, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც რეალობის წინაშე ვდგავართ. რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვაკლია იმ ტიპის აქტიური მოსწავლეები, რომლებიც თავიანთ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას, გაუწევენ ორგანიზებას ამა თუ იმ პროექტს და იქნებიან გაცილებით აქტიური ადამიანები. UNDP-ის კვლევაც რომ ავიღოთ, ახლა ბოლო კვლევის თანახმად სულ რაღაც 25-27% ამბობს ახალგაზრდების, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს და შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგი წვლილი შეიტანონ, სასარგებლო წვლილი შეიტანონ. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ეს იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში სერიოზულად გვაქვს პრობლემა აქტიური ახალგაზრდები გვყავდეს. ალბათ იმის ბრალიც არის, რომ არაფორმალური განათლება ნაკლებად არის აქტიური სხვადასხვა სკოლაში. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამოწვევა ალბათ განათლების სისტემის არის არაფორმალური განათლების და სივრცეების, ღირსეული სივრცეების დეფიციტი ქვეყანაში, რომელიც მორგებულია სოციალური სხვადასხვა შროებისთვის თანაბრად. ძალიან საინტერესოა ქალბატონო თამარ, რამდენად პოლიტიკური აქტია, ზოგადად ეს საგანი და რამდენად შემოდის პოლიტიკა, როდესაც სამოქალაქო კულტურის ფორმირებაზეა საუბარი. ხომ არ არის ეს ის ტრიბუნა, საიდანაც შეიძლება სხვადასხვა გემოვნებაზე რეაგირებას, ხომ შეიძლება ერთგვარი სახე მივცეთ ამას ყველაფერს ისე, რომ უკეთ დაცული ახალგაზრდა მივიღოთ სამომავლოდ, რომელმაც იცის თავისი უფლებები, რომელმაც იცის ვის და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი. მოკლედ ეს არის საგანი, სადაც არის კითხვით ნიშანი, ხომ არ შემოდის პოლიტიკაც ამ საქმის მსვლელობის დროს, იგივე დოზებით, რა დოზებითაც საზოგადოებაშია ის. ცხადია პოლიტიკური სივრცე არ არის. სკოლა არის სრულიად აპოლიტიკური სივრცე. თქვენ რომ დაესწროთ ჩემს გაკვეთილებს, მიხვდებით რაოდენ ნეიტრალურად ხსნი პოლიტიკურ იდეოლოგიებს, პოლიტიკურ ფაქტებრივ მაგალითებს და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში სკოლა არ უნდა იყოს სივრცე, რომელიც იქნება პოლიტიკურად. ეს იქნება პედაგოგების მიმართულებით, ეს იქნება მოსწავლეების მიმართულებით. თუ განწყობის შექმნის. არავითარ შემთხვევაში მოსწავლე ჩვენ პედაგოგებს აბსოლუტურად ნეიტრალური დამოკიდებულება გვმართებს საგაკვეთილო პროცესში. ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, ფაქტების მიმწოდებელი ადამიანები. სამოქალაქო განათლებაც ხოლმე ეს არის აქტიური მოქალაქის ფორმირება. იმ ტიპის ადამიანის ფორმირება და აღზრდა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიც დაუდგება ქვეყანას მაშინ გვერდში, როდესაც სახელმწიფოს ჭირდება ეს, ხო? ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრებიც. ეს 9 აპრილის გმირები იქნებოდნენ, 14 აპრილის გმირები იქნებოდნენ თუ ჩვენი ერთადერთი მოვალეობა არის ის, რომ
ვაშენოთ ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდება, რა თქმა უნდა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. როგორ შეიძლება გავზარდოთ საზოგადოება უფრო აქტიური, უფრო ჩართული საზოგადოება პროცესებში და რა ხარვეზები უნდა გამოსწორდეს პირველ ყოვლისა, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, პასიური განწყობა სკოლის შემდეგ ამ საგნის ნაწილში იყოს უფრო აქტიურ ფაზაში გადასული. რა არის ის ხარვეზები, რომელიც დღეს დაუყოვნებლივ საჭიროებს რეაგირებას თუნდაც განათლების სამინისტროს მხრიდან? აუცილებელი არის, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში შემოვიტანოთ კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო მეთოდები. ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოსწავლე თავად უნდა ქმნიდეს ცოდნას, თავად უნდა აშენებდეს ცოდნას. მასწავლებელი უნდა იყოს მენტორი, რომელიც უბრალოდ მითითებებს, მინიშნებებს მისცემს. სხვა კუთხით, თვითონ მოსწავლე უნდა ეძიებოდეს, თვითონ მოსწავლე უნდა ცდილობდეს შექმნას რაღაც ახალი ცოდნა, იმსჯელოს, იდებატოს, ეძიოს სიახლეებს, ხომ? სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვერ ვიხილავთ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების წევრად, თუ არ მივცემთ მათ შესაძლებლობას, რომ თვითონ იმუშაონ საგაკვეთილო პროცესებში, თვითონ იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესებში, ჩვენ აქტიურ მოქალაქეებს ვერ გავსრით. ძალიან მარტივად გეტყვით. თუ მაქვს მე მედიასთან დაკავშირებული საკითხი, თემა გაკვეთილზე, მე ზოგად პრინციპებს ავხსნი, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკის ეთიკის შესახებ, მედიის შესახებ, მაგრამ აუდიტორია უკვე მოსწავლეებისა. მოსწავლეები თამაშობენ როლურად, რა არის ჟურნალისტისთვის მთავარი უნარები, როგორ წერენ ინტერვიუს, როგორ სვამენ კითხვას, ხო? მსგავსი ტიპის აქტივობები თუ არ შეგვაქვს კლასში, ჩვენ ვერასდროს ვერ ვიხილავთ იმ ტიპის ადამიანს, რომელიც ხოლმე აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. გარდა ამისა, მოსწავლე უნდა ვაცხოვროთ დემოკრატიაში, თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი გავზარდოთ. ხალხი თამარ, ძალიან საინტერესოა შემოდის თუ არა ციფრული კულტურა თქვენ საგანში არის თუ არა დღის წესრიგში აუცილებლად დასანერგიის, რომ ციფრული სამყარო იყოს ბევრად უფრო კორექტული. თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში, რამდენად სავსე და გაჯერებულია ეს ბულინგით. ალბათ ერთგვარი ცალკე მიმართულება, სოციალური ქცევა, როდესაც ვსაუბრობთ ციფრულ ტექნოლოგიებზე. მე მაქვს დეფიციტი, რომ არც ერთმა თაობამ არ იცის ის ეთიკური სტანდარტი, რომელიც უნდა ახლდეს აღნიშნულ სივრცეს. და ალბათ საკმაოდ აგვიანებს საკანონმდებლო სისტემაც რეაგირებას ამ ნაწილში. როგორია თქვენი შეფასება, თანამედროვე ახალგაზრდა აუცილებლად მიბულია ციფრულ ტექნოლოგიებს. რამდენად ისმის თქვენი ხმა ამ პროცესებში და რამდენად ზრდით არა მხოლოდ რეალურ, არამედ ვირტუალურ სწორ მოქალაქეს? მე მგონია, რომ ამ კუთხით პედაგოგებსაც გვაკლიათ ცნობიერების სამახლება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად პედაგოგების გადატრენინგება უნდა მოხდეს უპირველეს ყოვლისა. არა მხოლოდ პედაგოგების, იცით რა, ჩვენ სახლში ვერ გავყვებით ჩვენს მოსწავლეებს. ჩვენივე მოსწავლეების უსაფრთხოება ვირტუალურ სივრცეში, ან უნარების სწორად გამოყენება, ან არასწორად გამოყენება, ეს მშობელმაც უნდა გაიაზროს. შესაბამისად, არა მხოლოდ პედაგოგები და მოსწავლეები, არამედ მშობლებიც უნდა გადატრენინგდეს ამ მიმართულებით. მე მქონია სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ვირტუალური სივრცეში არაერთი პრობლემა ჰქონია ჩემს მოსწავლეებს. მაგალითად შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი ყოფილან. მსგავსი ტიპის შემთხვევები კლასში განხილული მქონდა არაერთჯერ. შესაბამისად, ეს მოსწავლე მე დამიკავშირდა დაუყოვნებლივ და ჩვენ რა თქმა უნდა სამართალდამცავებს დაუკავშირდით ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს დღის წესრიგში უკვე შემოსულია და თუნდაც თავდაცვის მექანიზმზე ესაუბრებით, ვის უნდა მიმართონ, რატომ და როგორ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ეს აქცენტები მეთანხმებით ბუნებრივია. თუმცა არის სწავლება, იცით, მედია წიგნიერება სიღრმისეულად. მე ვარ დაინტერესებული, რომ ჩემი მოსწავლეები იყვნენ მედია წიგნიერი საზოგადოება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტებიც კი მყავდათ თბილისიდან მოწვეული, შარშან და ძალიან მადლიერი ვარ მათი, მაგრამ ხომ არიან პედაგოგები, რომლებსაც არ აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ ან ინფორმაცია უბრალოდ სხვა შესაძლებლობა ხო არ არის საჭირო. კი, ძალიან ბევრი არის ასეთი სამწუხაროდ, არც წიგნში არ არის საკმარისი მასალა, რომ მოსწავლე მიხვდეს როგორ უნდა ამოიცნოს ყალბი ინფორმაცია რეალური ინფორმაციისაგან. შესაბამისად ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და შემოგთავაზოს სკოლებს მედია წიგნიერების კუთხით გაცილებით ბევრი საინტერესო ტრენინგი. გეთანხმებით აბსოლუტურად და ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ნაწილშიც აუცილებელია რეაგირება დროული, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად, ეს არის რეალური და ვირტუალური სამყარო და მე ვფიქრობ, რომ არანაკლები ზიანის მომტანია გადაცდომა ვირტუალურ სამყაროში და ბევრად დამაზიანებელი, ვიდრე შეიძლება იყოს რეალურში.
ჩვენი საუბრის დასასრულს. როგორი მოქალაქის აღზრდა პრიორიტეტი, როგორი მოქალაქე უნდა აღზარდოთ იმისთვის, რომ თქვენ რაც ახსენეთ დემოკრატიული ღირებულებები ევროპისკენ ხედვა და სხვა მსგავსი იყოს გამართლებული. მოკლედ მე ვთვლი, რომ აი ამ პროცესებში ჭირდება ძალიან ახლოს მყოფი ახალგაზრდობა და საზოგადოება იმისთვის, რომ თანასწორობა შეერჩუნდეს ამ კავშირშიც. როგორი უნდა იყოს მომავლის ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანაში? უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლიანი, განათლებული ადამიანი, ასევე ემპათიური ადამიანი, ტოლერანტული ადამიანი, ღირებულებების მქონე ადამიანი, ღირებულებების, რომელიც ეტყვის თავისუფლებას, რომელიც აფასებს თავისუფლებას, რომელიც აფასებს დემოკრატიას. მე პირადად გარდა იმისა, რომ მე თვითონ აქტიურად ვესაუბრები ევროკავშირის მნიშვნელობის შესახებ და დემოკრატიის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ძალიან ხშირად დამყავს უცხოეთში სხვადასხვა პროგრამებით ჩემი მოსწავლეები, ვინაიდან რადგანაც მნიშვნელოვანია თვითონ თავიანთი თვალით იხილონ რა არის ევროპული კულტურა, ხო? ჩვენ აუცილებლად უნდა გავზარდოთ ევროპული კულტურის მქონე ადამიანები, რომლებიც არიან ემპათიურები, შემწყნარებლები, რომლებიც არიან დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადამიანები. შესაბამისად, ერთადერთი რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ უფრო მეტად აქტიური ახალგაზრდები გავზარდოთ, ადამიანები, რომლებიც სამართლიანები იქნებიან, რომლებიც თავისუფლების მოყვარულები არიან, ადამიანები, რომლებიც განათლებას ეტყვიან და იქნებიან განათლებული მაღალი ინტელექტის მქონე საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა. მას განცდა რომ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, იმიტომ რომ ეს ღირებულებები ძალიან ახლო იყო ევროპულთან, მაშინ, როდესაც საქართველო იყო ის საქართველო, რომელსაც ჩვენ ვეტრფით, რომელიც გვენატრება და რომელსაც ძალიან ხშირად ვახსენებთ, სადაც გენდერული საკითხებიც უფრო დაბალანსებული იყო, ვიდრე გარკვეული პერიოდი, რომელმაც მოიტანა ჩვენ ცხოვრებაში ერთგვარი სიბნელე და ჩამორჩენა იმ საერთო ღირებულებებს, რომელსაც გას მსოფლიო ჯამში. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა იმ განწყობისთვის, რომელიც სტუდიამდე მოგვიტანეთ, მადლობა კომპეტენციისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ზრუნავთ მომავალ თაობას. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს აქვე შევახსენებ. გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამარ ჯიბლაძე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.